7 ივნის კახეთში დაწყებული პროექტი თვითმმართველობის პოლიტიკური არჩევანი გრძელდება და ამჯერად სემინარებს იყალთო მომასპინძლა. პროექტი ორგანიზაციას სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის მიერ არის ორგანიზებული და მასში 29 პოლიტიკური პარტიის წარგზავნილი 140 წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. იყალთოში კვალიფიციური და არაკვალიფიციური სუბიექტების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული რამდენიმე საინტერესო სემინარი გაიარეს. ტრენერი ლარლი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ ამგვარი სემინარებისადმი ინტერესი დიდია. Ფიქრობ, რომ ძალიან დაინტერესებული არის ზოგადად აუდიტორია, რომელიც ამ საკითხების მოსმენას იწყებს, განსაკუთრებით როდესაც უფრო შევდივარ სიღრმეებში და ვიხმობთ კონკრეტულ მაგალითებს და განსაკუთრებით ამ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რამდენადაც არჩევნები უკავშირდება კონფლიქტურ პროცესებს, რომლებიც განპირობებულია სხვა პოლიტიკური ძალების მიერ ამ პროცესებში ჩართულობით, მათ შორის ადმინისტრაციულ წარმოებებში, ზოგადად საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომებში, განხილვებში და აქედან გამომდინარე პრაქტიკაც აქვს ამ კონფლიქტების მართვის, შესაბამისად ეს საკითხები აინტერესებთ გამორჩეულად. სემინარის მნიშვნელობას უსვამს ხაზს ასევე პროექტის მენეჯერი, რომელიც ამბობს, რომ მსგავსი სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება აუცილებელია. დღეს ჩვენ ვიმყოფებით სოფელი ყალთოში, თელავის ბენეფიციარების ტრენინგების ციკლის ბოლო დღე გახდათ. აღნიშნავ, რომ ბენეფიციარები, ანუ მრავალპარტიული ჯგუფი გახდათ, იყო ძალიან საინტერესო დისკუსია, სრული კოაბიტაცია ჯგუფში, ასთა გაცვლა, საინტერესო ტრენინგების საფუძველზე მოხდა მათი ჩართულობა კონკრეტულ თემატიკებში. მისასალმებელია ჩემთვის, რომ ესეთი კვალიფიციური კადრები არიან კახეთის რეგიონში, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი და მე დარწმუნებული ვარ და იმედს ვიტოვებ, თვითმმართველობის არჩევნებში ეს გადამზადებული ბენეფიციარები ძალიან კონსტრუქციულად და მაღალ პროფესიონალურად გაუძღვებიან საარჩევნო საკითხებს. პროექტის მენეჯერმა მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა. თავად სემინარის მონაწილეებიც მიიჩნევენ, რომ ამ ტრენინგებზე ის უნარჩვევები გააცნეს, რაც გამოადგებათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების, როგორც წინა საარჩევნო პროცესში, ასევე უშუალოდ არჩევნების დღეს და მისი დასრულების შემდეგ. წარმოვადგენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. ახლა ჩატარებული ტრენინგები ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ძალიან ინფორმაციული იყო. თემები უფრო მეტად იყო ჩაშლილი, რამაც მეტი ინფორმაცია მოგცა. მოსახლეობის განწყობა სხვათა შორის უკვე გვაქვს ასე თუ ისე შეხვედრები მეტნაკლებად და ძალიან კარგი განწყობაა მოსახლეობის. ალბათ რაც აისახება არჩევნებზე. მიმაჩნია პირადად, რომ ყოველ წელს უნდა ტარდებოდეს აღნიშნული საკითხებზე ტრენინგები. რა თქმა უნდა, ამ ტრენინგებს გამოვიყენებ ჩემთვის მომავალი საქმიანობისათვის. სემინარები ამ კვირის შუა დღეებიდან უკვე ლაგოდეხში გაგრძელდება, სადაც ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბებიან.